მაქალის ხმა დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარია ფისო ორგესაშვილი, ქალბატონი ფისო არის მწერალთა კავშირის წევრი, ყოფილი დირექტორი და უფრო მეტი რომ გვითხრათ თქვენ შესახებ, მოგესალმებით პირველ რიგში, რომ წარმოვდგინოთ თავი მაყურებელს და მე დავიწყოთ საუბარი. მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო, ძვირფასო სტუდიის წარმომადგენლებო. დიდი მადლობა სტუდიაში მოწვევისათვის. ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან მოსვლა და საუბარი მაყურებელთან იმ საკითხებზე, რომელიც აქტუალურიც არის დღეს და აუცილებელიც არის საზოგადოებისათვის. ვარ ბიოლოგიის სპეციალობით. პოეტი რომ უწოდო ჩემთავს ძალიან მეუხერხულება ეს ისეთი ძალიან თუმცა არაჩვეულებრივ ლექსებს წერთ. დიდი მადლობა. ერთი თვე რაც მწერალთა კავშირის წევრი გავხდი, ქალბატონმა ყალა გონაშვილს ამისათვის ძალიან დიდი მადლობა და უღრმესი მადლობა. მადლობა ყველას იმას, ვინც ჩათვალა საჭიროდ, რომ მე ყოფილიყავი საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, ბატონ ჩვენს მხცოვან პოეტს, ბატონ ჯემალ ინჯიას, ჩვენს შესანიშნავ მსახიობს ნოდარ მდინარიძეს, ქალბატონ მარინა ჯალიაშვილს და ყველას, ვინც სტიმული მომცა იმისათვის, რომ ამ დიდი საზოგადოებისა და ოჯახის წევრი ყოფილიყავი. ჩემი ცხოვრებისეული გზა მერვე სკოლიდან დაიწყო, მერვე სკოლა მაქვს დამთავრებული, შემდეგ ბიოლოგიის სპეციალობით ისევ ჩემ სკოლაში მიბრუნდი პედაგოგად, ვიყავი დირექტორის მოადგილე საორგანიზაციო საკითხებში, შემდეგ იყო განათლების განყოფილება მეთოდისტად და შემდეგ იყო ოთარშენის საჯარო სკოლა დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი და შემდეგ საქაჩეთის საჯარო სკოლა დირექტორის მოვალეობის დირექტორად. მოვედი დღემდე და რატომღაც ლექსების წერაც დამეწყო და ლექს მაყურებელი აფასებს ხოლმე და მსმენელი ყოველთვის და მოვიტოვოთ გადაცემის ბოლოსკენ. დიახ და პირველი შეკითხვა, ანუ მე კი ვიცოდი, მაგრამ თქვენი საუბრიდანაც გამოჩნდა, რომ ხართ საკმაოდ აქტიური ქალი. რომ ვისაუბროთ, როგორი არის დღეს აქტიური ქალის ცხოვრება, განსაკუთრებით ასაკს გულისხმობს შემდეგ უკვე, როდესაც იცვლება დღის წესრიგი და რაღაცა შეხედულებები, თქვენ რა შეგიძლიათ გითხრათ, თქვენს პირად მაგალითზე კარგი იქნება, რომ ვისაუბროთ ამ შემთხვევაში. მე ახლა პეტრუჩი მზად არ მაქვს, მაგრამ ძალიან ლამაზი ლექსი მაქვს, მე დავამარცხე ჩემი ასაკი. ეს რომ მომემზადებინა ძალიან კარგი იქნებოდა. აი აქტუალურობას რაც შეეხება და ასაკს რაც შეეხება, მე დავრწმუნდი, რომ ასაკი არის ნამდვილად წლების გროვა. მე არ შემიძლია ასაკთან შეგუება, არ შემიძლია მდორედ ცხოვრება და ყველა ქალს, ყველას, ეს იქნება პენსიონერი, არაპენსიონერი, სახლში მჯდომი, სამსახურის მქონეთო, ის აბსოლუტურად ყველას რომ აქტიური ცხოვრებით იცხოვრონ, იმიტომ რომ გაჩერება არის სიბერე. სიცოცხლე კიდევ მოძრაობაშია, მე ასე მგონია. საპენსიო ასაკს მიღწეულ ქალებზე რომ ვისაუბროთ, რა სახის მხარდაჭერა სჭირდებათ მათ? როგორც ვიცი, სოციალურ ქსელშიც გაქვთ რაღაც კონკრეტული ჯგუფი, სადაც ერთმანეთს უზიარებთ მოსაზრებებს, საუბრობთ სხვადასხვა საკითხებზე. აი რა საჭიროებები აქვთ მათ იმისთვის, რომ თქვათ, თუნდაც ღირსეული სიბერისთვის რა არის საჭირო? ჩვენ ვიცით, რომ დასაქმებაც რთულია საპენსიო ასაკში და ძალიან ბევრი სირთული ახლავს თან. კი ბატონო. მე არ ვიცი, ახლა სახელმწიფოს შესაძლებლობებიდან გამომდინარე უნდა იყოს ეს ყველაფერი და ძალიან დიდი ყურადღება სჭირდებათ სახლში მჯდომ პენსიონერებსაც 60 პლუსი იქნება ეს თუ 60 მინუსი იქნება, არარეალიზებული ადამიანი არის ძალიან ძნელი და ცოდვა. იმიტომ რომ თანაც ჩვენთან საქართველოში ნიჭი მეფობს და ნიჭი ზეიმობს. ყველა მხრივ ვამბობ მე, ადამიანები ასეთი ნიჭიერები და ესეც კი შეგვიძლია გამოვიყენოთ ადამიანის სასარგებლოდ, რომ გამოვიყენოთ ახლა მივცეთ ადამიანებს იმის საშუალება, რომ ყველამ გამოამჟღავნოს ის რაც შეუძლია. ეს იქნება დასაქმებით იქნება ერთი სიტყვით ხელი შეწყობა სჭირდებათ ძალიან სახლში დამჯდარ პენსიონერებს და ადამიანებს. ქალებზე გვაქვს აქ გამახვილებული ყურადღება, მაგრამ მივამატებ მამაკაცებსაც, იმიტომ რომ ძალიან ჭრდილში დარჩნენ ესენიც და მართლა მეწოდებიან, ცუდი გამოთქმა მეწოდებიან, მაგრამ მაინც აუცილებელია რეალიზება
ორივე სქესის ადამიანის. რა გამოწვევებია უფრო კონკრეტულად გარდა დასაქმებისა? შეიძლება შეიქმნას რაღაცა საზოგადოება მაგალითად როგორიც თბილისშია 60+, მაგრამ ეს უნდა იყოს ჩამოყალიბებული თავისი პროგრამით, აი ყველაფრით აბსოლუტურად A-დან H-მდე ყველაფერი გაწერილი უნდა იყოს რა, როგორ, რანაირად. ვიცი, მე ასე მგონი ახლა თითქოს დირექტორები თუ ლაპარაკობ, მაგრამ მაინც ასეა. აი დასაქმების კუთხით რა პრობლემები ექნებათ? ანუ ასაკობრივი ასაკი როგორ აფერხებს? აი არის კატეგორია ვინც იცის კერვა, ვინც იცის ქსოვა, ვინც იცის ხატვა, ვინც იცის რაღაცის შექმნა თიხით, მოხატვა, აი 1000 რაღაცის გამოგონება დაჯდომა და ამას ჩამოწერა უნდა და ყველაფერს უნდა თავისი სახე რომ მიეცეს და ესენი ჩავრთოთ აი ანუ აი მაგალითად მაინტერესებს თუ მათი სურვილის მიუხედავად ანუ ასაკის გამო თუ თქვა თუ არის დასაქმებაზე და ამ საქმებელს ანუ ეს თუ არის ბარიერი ამას გულისხმობ ასაკობრივი არა მგონია რომ ბარიერი ანუ მაგალითად ჩვენ ვნახულობთ ხოლმე ვაკანსიებს სადაც წერია რომ კონკრეტულად აი ამ ასაკის ჩათვლით ამ გამოგვეხმაურეთ და ასე შემდეგ ხშირად გამხდარა ეს მელის შეიქმნება ეს საზოგადოება შეიქმნება აი ისე როგორც საჭიროა სახელმწიფო დონეზე 60+, ხო? და დაერქმევა თავისი სახელი და მიმართულებები ექნება, აქ აღარ იქნება ბარიერი. თუ არა და 21 საუკუნეა ბოლოს და ბოლოს. ანუ უჭერს თუ არა დღეს დასაქმება აი ამ ასაკის ადამიანებს. თუ კი შევქმნით აი ამ ბაზის დასაქმებაც აღარ იქნება სირთულე. 60+-ელებისთვის და იმ 60+-ელებში იცით რომ შემოდიან შეკითხვით, ესეთი შეკითხვით. შეიძლება 60- და მე ყოველთვის ვეტყვი ხოლმე რომ თქვენ ძალიან ლამაზი მაგარი გოგოები და ბიჭები ხართ. თქვენ გულისხმობთ სოციალურ ქსელში ჯგუფს ამ შემთხვევაში, სადაც ამაზე არსებობს 60+ ასეთი ჯგუფი და 44000 ადამიანი შეგაერთიანებული. 44000 აი მოგიყევით ამ ჯგუფზე როგორ ხდება? ეს ჯგუფი თბილისში ფუნქციონირებს, ყავს თავისი ხელმძღვანელი, მაგრამ ეს არის ძალიან ჯერ ახალბედა და ჩამოუყალიბებელი და ჩამოუყალიბებელია რა, აი ფორმა არ აქვს ჯერ მიღებული, თუმცა ძალიან დიდი სურვილი მექნებოდა, თუ კი გორში იქნებოდა ეს სიტუაცია, დიდი სიამოვნებითა და სიხარულით გავაკეთებდი იმას, რასაც ქვია მაგათი დასაქმება, რეალიზება, რასაც ქვია. ანუ რამე აქტივობებს მოიცავს ეს თუ როგორ არის? ჩვენ თვითონ შეგვიძლია გავაკეთოთ ყველაფერი, აბსოლუტურად. აი ამ ჯგუფის კონკრეტული მისია რა არის? აი ამ წუთში მაგალითად ესენი მარტო შემოიფარგლებიან ექსკურსიებით, შემეცნებითი საღამოებით. ეხლა ვაპირებ მეც მინდა რომ საღამო გავაკეთო ჩემი შემოქმედებითი საღამო და ყველას აქვს სურვილი უნდა ჩამოვიდეთ. დიდი სიხარულით მივიღებ და სიამოვნებით გაუძღვები იმ საღამოს 60+-ელების სიამოვნება რომ ქვია. ძალიან დიდი სურვილი მაქვს და მინდა რომ გავაკეთო. აი შევადაროთ სხვა ქვეყნებს, სხვა ქვეყნის პენსიონერებს, ჩვენი პენსიონერები, თუნდაც აი რა მაგალითად გადმოტანას ისურვებდით აი ეკონომიური საშუალება უნდა იყოს აქ ისეთი, რომ ჩვენ გონება გვიწყობს ხელს, გონებით სხვანაირები ვართ ჩვენ და იმაზე მეტნი ვიქნებით, ვინემ ისინი აკეთებენ რამეს. აი უბრალოდ ეკონომიური უზრუნველყოფაც გვინდა ამისთვის. მხარდაჭერაც გვინდა, რა თქმა უნდა, მხარდაჭერაც. ანუ გორში არიან მსურველები თქვათ, აი თუნდაც ამ რამდენად წამოვლენ თქვათ, თუნდაც იგივე ჯგუფის ჩემთან მაგალითად ვისაც შეხება აქვს, ყველა ელოდება იმას, რომ დაუძახო და მოვიდნენ. ყველა ელოდება იმას, იცით რატო სულ მეუბნებიან ხოლმე გულისწვეთით, რომ ფისო ძალიან ესე ვართ, აი ესე უმოქმედოთ ვართ და ძალიან დავიღალეთ და თითოეულ ადამიანში მართლა ვულკანი. ესენი ხომ უბრალოდ სახლში დასხდნენ და არარეალიზებულები არიან და ჩვენ თუ ამ ფორმას გავაკეთებთ, ხო? გულს კი არ მოვიგებთ, სიცოცხლეს ძალიან ბევრს შეუნარჩუნებთ და გაუხანგრძლივებთ. ხალებზე ვსაუბრობთ და მე მაინტერესებს ანუ როგორი იყო თქვენს დროს, ანუ გულისხმობ გარკვეული წლების წინ, რა სტერეოტიპები არსებობდა ქალებთან დაკავშირებით, დღეს რა მდგომარეობა, როგორ შეიცვალა და თქვენ რას ეთანხმებით რა მოგწონთ, მაშინ როგორ იყო შეიცვალა მდგომარეობა? კი, შეიცვალა, თაობა სხვანაირი წამოვიდა და ამ თაობას რო უყურებთ, თითქოს ჩვენს მოგწონს ეს და ვებაძებით რაღაცნაირად, იმიტომ რომ მეტი თავისუფლება, მაგრამ ეს თავისუფლება რაღაცა მე ასე მგონია რომ ჩარჩოში უფრო უნდა იყოს და უნდა იყოს ისეთი ქართველს რაც შეეფერება. ანუ აი მაგალითად
აი ზედმეტი თავისუფლება ჩვენს თავს არ უნდა მივცეთ, თითქოს უნდა ვიცოდეთ, სადამდე უნდა მივიდეთ, რისი უფლება გვაქვს, რა თქმა უნდა ჩვენ თვითონ ვადგენთ აი თავისუფლება ზედმეტი არ მგონია. ხო, არა, მე ვიძახი ზღრულს ვამბობ, ზღრულ თავისუფლებას, ადამიანის თავისუფლებას კი არ ვამბობ. აი საქციელის თავისუფლება ვთქვათ, იმიტომ რომ ძალიან ბევრ რაღაცასაც ვხედავთ, რომელიც ქართველობის დოგმებს აჭარბებს და აი ეს არ მომწონს მე. თქვენ ფიქრობთ, რომ ეს დოგმები უნდა იყოს და არსებობდეს? ქართველობა მაგის მეტყველი, აი როცა ქართველი გქვია სხვანაირი ჩარჩოები. როგორ ეს დოგმები ხო ჩვენი შექმნილია და გარკვეულწილად ძალიან ბევრ სტერეოტიპების ჩამოყალიბებაც ხდება და შემდეგ გვაფერხებს ძალიან ბევრ რამეში. ხო, მაგრამ ზღრული უნდა იყოს, თორემ თავისუფლება უფალმა გაგვაჩინა თავისუფალნებად. აი ქალებს რაც შეეხებათ, მაშინ როგორ იყო უფრო მეტი სტერეოტიპი არსებობდა თქვენ დროს? არსებობდა, კი, ნამდვილად იყო. აი მეტი შეზღუდვა ჰქონდათ ქალებს, აი მოგვითხრათ. მე თვითონ მაქვს გამოვლილი ეს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მორჩილი ბავშვი ვიყავი, მაინც აი მშობლებს ჰქონდათ თვითონ ეგ სკოლა არ ჰქონდათ გავლილი და თვითონ მშობლებიდან მოდიოდა აი ეს შეზღუდულობა და ზოგნი ვემორჩილებოდით, ზოგნი. აი თქვენ გაიზარდეთ ახლა აი ამ დოგმებში, ამ სტერეოტიპებში, მაგრამ თქვენ აზროვნებთ სხვანაირად, თქვენ უკვე სხვანაირად. მე ძალიან ბევრს მეცადინეობ იმისათვის, რომ ის რაღაცა დავარღვიოდო და იმიტომ რომ ხმთაობაც მოვიდა თვითონ ესეთი ისინი არ გემორჩილებიან და თავიანთი კანონები აქვთ იმათ და ესენი მე უმეტესობა მომწონს რაც მომწონს იმას ვიღებ და რაც არ მომწონს იმას გვერცული, რა თქმა უნდა, მაგრამ მე ესე ვარ მოსული და ეს ჩემ ხასიათზე აღიბეჭდება, იმიტომ რომ ძალიან ჩარჩოებში ვიყავით მეტი. აი, დიახ, მოგწონთ მაგალითად სწორედ ამ დოგმების გამო და სტერეოტიპების გამო, როგორი ბულინგი მიდის თუნდაც სოციალურ ქსელში ქალების მიმართ, ისინი ვინც აქტიურობენ და მუდმივად ჩანან, ასე ვთქვათ, ისინი წარმატებულ ქალებზე ყოველთვის არის შეტევა, რაღაცა, ხო, ღიად თუ ირიბათ, ასე ვთქვათ. ეს ხომ არის სწორედ იმ დოგმების და სტერეოტიპების დამსახურება, რომელსაც ჩვენ აღვიზარდეთ და მოდის თაობიდან. ეს მისაღებია თქვენთვის? არა, არ არის მისაღები, არა. თუ კი ეს ჩარჩოებში დღემდე არსებობს, რომ ანუ ქალი მართლა სამზარეულოში უნდა იყოს, სამწუხაროდ დღემდე არსებობს. მე სამზარეულოში ნამდვილად ვერ გავჩერდები და არც გავჩერდები. მე უნდა ვიყო ის, რაც შინაგანი მაქვს და ის უნდა თქვენც უნდა გაჩვენოთ. თუ თქვენ არ გაჩვენებთ და თქვენ არ შემიფასეთ, აი ეს რაღაცა იყო. მაგრამ ეს ხომ, ნახეთ, ეს ხომ ხდება ქალების დამაბრკოლებელი, თუნდაც აი ის ბულინგი, რომელიც მოდის სწორედ აქედან, რომ აი ქალი რაღაცა უნდა ჩარჩოებში იყოს მოქცეული. ხშირად ხდება ხოლმე დამაბრკოლებელი, რომ საზოგადოებრივად აქტიური ქალებისთვის, რომ აი საზოგადოება უდგენს სწორედ ამ ნორმებს, რომ ესე უნდა მოიქცე, იმიტომ რომ ქალი ხარ. ასე მგონია, რომ ჩვენ ქვეყანაში არ უნდა იყოს ეს. არ უნდა იყოს და არც კი ბატონო მსუბუქი რაღაცა ფორმით კი მიგუძნია აი რანაირად თქვა, მაგრამ აი ეს ბულინგი ვთქვა, მე რომ ეს შეიძლება თქვენს მიმართ არ ყოფილა, მაგრამ აშკარაა რომ ქალების მიმართ ეს ხშირად ხდება. არა, არ უნდა იყოს არა მაგისი მომხრე. თუ კი ერთი სიტყვით თავისუფლების მომხრე ვარ მე, უნდა იყოს თავისუფალი ნება ადამიანისა და არავის არ აქვს ამისი შეზღუდვის უფლება, იმიტომ რომ ეს უფალმა მოგვანიჭა ჩვენ. დიახ. განათლებაზე გადავიდეთ, თქვენ ძალიან დიდ ხანს ვიყავით განათლების სფეროში და მიმდინარე პროგრამებზე მაინტერესებს თქვენი აზრი, როგორ ფიქრობთ, ანუ ის დღევანდელ თაობას პასუხობს თუ არა, როგორ უნდა აღზარდოს ჯანსაღი თაობა, რას ეტყოდით იმ ადამიანებს, ვინც სწორედ პასუხისმგებელი არის ამ თაობის აღზრდაზე და დღესაც დასაქმებულია განათლების სფეროში. მომწონს ეს შეკითხვა ძალიან, იმიტომ რომ ეს არის ჩემი შინაგანი. მე პედაგოგობა ავირჩიე, იმიტომ რომ ბავშვებთან ურთიერთობა და თვითონ ბავშვები ძალიან მიყვარს. და ძალიან ბევრ რამეს შევცვლიდი განათლების სისტემაში. ძალიან ბევრი რაღაცაა შესაძლებელი სწავლების ფორმაშიც, თვითონ სისტემაშიც, ამას წინათ იყო ინტერნეტში რაღაცა თვითონ სახელმძღვანელოებზეც, სახელმძღვანელოებზე გავამახვილე მე თვითონ ყურადღება და რა კუთხით იცით, აი ეს ნაბეჭდი სახელმძღვანელოები რაც არის გამოცემული და ბავშვები რასაც დაატარებენ, ეს ძალიან მძიმე წიგნები რაც არის ფიზიკურად აისახა უკვე ბავშვები
ჯანმრთელობაზე, აი საყრდენმა მოძრაობელი ხერხემლის დაზიანებაზე ჩანთებს, თუნდაც რომ სამხარეს მოიკიდებენ და დაბრეცილები დადიან ბავშვები, აუცილებელია ეს დაიბეჭდოს ცოტა მსუბუქ ქაღალდზე და წიგნებით თვითონ მორჩილი იყოს, რომ ბავშვებს უფრო გაუადვილდეთ სკოლაში წიგნების და ჯერ ეს ერთი. იქ მინიშნებული იყო ასეთი თემა, რომ 4-5 წლის განმავლობაში ვარიგებ თუ ამ წიგნებსო და შემდეგ უკვე დახეულები მიდის ადრესატამდე. მაგრამ იცით რა მაინტერესებს? 4 წელი, აი ვთქვათ 4 წელი მიიღო 4-მა თაობამ ეს წიგნი, ხო? 4 წლის განმავლობაში თუ არ შეიცვალა იქ თემატიკა, ყოველ წუთს რომ იცვლება დღევანდელ 21 საუკუნეში ვართ. სახელმწიფო შეცვლა არ არის იქ საჭირო. აი ეს უნდა დადგინდეს აუცილებლად და ყველაფერი ის რაც სისტემაშია შესაძლებელი თვითონ აგერ თაობაში ვხედავთ რანაირი თაობაა. მაგალითად მე ის შეკითხვაც კი ძალიან კი არ მაღიზიანებს, მანადგურებს, როცა შეკითხვას მისცემ სოციალური გამოკითხვა და ეკითხები რომ მზეს შეიძლება რომ ტემპერატურა დაუწიოთ და ბავშვი დაფიქრდება რომ კი შეიძლება მოქალაქეც დაფიქრდება ეს ხო ჩვენი აღზრდილი თაობაა ან კიდევ გოგებაშვილის შესახებ რომ შევეკითხებით და პასუხს ვერ აღწევს ვინ არის ძალიან ცუდია ეს ძალიან ჩემ დროს მაგალითად იყო აი ესეთი წიგნი ყოველდღიური ზრდილობა აი ესეთ შემოსაღებია ყველა სფეროში ვინ როგორ უნდა მოიქცეს თუმცა გვაქვს სამოქალაქო განათლება ხო მაგრამ სწავლების ფორმას გააჩნია აქ სწავლების ფორმას როგორ ისწავლება აი ეს ყველაფერი და ყოველსაკმაოდ ნიჭიერი თაობა ძალიან ყოველ მხრივ ნიჭიერი თაობა აი გუშინ მაგალითად ინტერნეტში იყო ასეთი რაღაც თემატიკას არ შეესაბამება მაგრამ ეს იყო აზერბაიჯანელი უსინათლო ადამიანი რომელიც მღერის სიმღერას დაიგვიანეს აი აქ არანაირი სიტყვები არ შეიძლება ყველანაირი სიტყვა ზედმეტია აქ იმისათვის რომ ან შეაფასო ან რანაირად უნდა მოусმინო აღელვების გარეშე ჩვენ ქართულ სიმღერას მღერის აზერბაიჯანელი გონაშვილის სიმღერა მოსვენილი გაქვთ ყველას ასევე მაინტერესებს ჩვენ შეიძლება ხო გვიყურებენ ადამიანები ცხინვალიდან აფხაზეთიდან თქვენი აზრით აი ქალების როლი კონფლიქტის მოგვარებაში მშვიდობის მშენებლობაში რამდენად დიდი არის და თუ ისინი გვიყურებენ რა სიტყვით მე ვიტყვი იმას რომ ჯერ ერთი რომ ქართველები როგორი სტუმართ მოყარე მეზობელი მოქალაქეების და ჩვენი თაობა როდიდან მოდის მე მათ ოსურადაც მივესალმები ვაიზართა ხორს მე აფხაზური არ ვიცი მაგრამ ყველას მივესალმები ჩვენ ყველა გვიყვარს ყველას გულში ვიხუტებთ აბსოლუტურად და ვეტყვი იმას რომ ქალი არის საწყისი ყველაფრისა აი ყველაფრის ჩხუბისაც და მშვიდობისაც და ვეტყვი იმას რომ ჩვენი ერთმანეთთან ურთიერთობით ყველაფერი ძალიან კარგად იქნება ყველაფერი ჩხუბით არავის არაფერი არ მიუღწევი არასოდეს მაგრამ მაინც ყველაფერი მაინც მოდის სიყვარულიდან სიყვარული არის ის რაც გვაერთიანებს კიდევაც და გვაკეთებინებს მიუწვდომელს გავაკეთებთ შეუძლებელს გავაკეთებთ თებს ჩამოვიღებთ იოტისოდენა სიყვარული კი არა სამყაროს ხელა სიყვარული გჭირდება ძალიან გვინდა სიყვარული და გვაკლია უფალმაინებოს აი ეს გრძნობა ყველას გულში იყოს აბსოლუტურად და სიყვარულით გავაკეთოთ ყველაფერი ის რაც გვავალია რასაც გვავალებენ და რისი გაკეთებაც შეგვიძლია ჩვენ ეს ქალებს შეგვიძლია ნამდვილად შეგვიძლია ეს რომ გავაკეთოთ აბსოლუტურად გეთანხმებით და თავში აღნიშნე რომ არაჩვეულებრივ ლექსებს წერთ მინდა რომ ცოტა პოზიტიურად დავასრულოთ ჩვენი გადაცემა და თქვენი რომელიმე ლექსით რომ დავამშვიდობოთ მაყურებელს რადგან ძლიერ ქალზეა აქ საუბარი მეც ძლიერ ქალს შევარჩევ წავიკითხავ ამას რომ ძლიერ ქალს წყენა სულაც არ უხდება ძლიერი ქალი უფლის რჩეულია ძლიერ ქალს სულიც ლამაზი აქვს ძლიერი ქალი ტკენას ჩვეულია ძლიერი ქალი ყველაფერს გაპატიებს ძლიერი ქალის გული გრძნეულია ისეთი დიდია და ისეთი ნდობით სავსე
მარგალიტის მძივად მიმობნეულია, ძლიერი ქალის სხეულიც ლამაზია, ძლიერ ქალს თვალებიც ჩვეული აქვს, ძლიერი ქალის თვალი მწვანე ფერის, ეს მწვანეც კიდევ გრძნეულია, არ ვის შეადარო ის, რაც სხვა, სულ სხვა ძლიერი ქალი ხომ ეულია, იცით რაშია ეულობა? იმაში, რომ უფლის რჩეულია. მადლობა კიდევ ერთხელ გისურვებთ წარმატებებს. ფისო ორგესაშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, მე გემშვიდობებით დროებით. უღრმესი მადლობა.